გამარჯობა, მოგესალმებით, მოკლედ ახლა მივდივართ რაღაცა ამონათები უნდა გამოვიტანოთ, ლენტას აქვს გამოწერილი 2 ფეხი. ხოდა ძალიან ცუდი რაღაცა არის, როცა გამბაჟება გიწევს $100-ზე ზევით, ხო, $100 არ არის 300 ლარი. ძალიან არასწორი არის რა, ჩემი პირადი მოსაზრებით. იმიტომ რომ თავის დროზე როცა 1.6-ზე იყო დოლარი, მაშინაც დაახლოებით იგრე გიწევდა ისა გამბაჟების გადახდა. წარმოიდგინეთ მაშინდელი რაღაცა $150 რო ყოფილ ღირდა ნივთი, იმას დაუწევდა გამბაჟება და ეხლა ყველაფერს უწევს, ჩუსტიც კი განსაბაჟებელია. კონჯი მაგრა არ მევასება, ეს ახალი ისა რა. ჩემი აზრით რაღაცა $1 ის უნდა იყოს რა, რამდენი რაღაცა $1 თუნდა ისაზღვრებოდეს, რა უნდა ბაჟდებოდეს და რა არა რა. და ეგ შესაძლებელი გვაქვს ქვეყანაში. კიდევ ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი, მაგრამ ერთ-ერთი იყოს ეგეც რა. გუში მაგრა დავთვალეთ. იმდენად დავთვალე, რომ TikTok-ზე დავდე ვიდეო. ხოლო მე მგონი დავიწყებ TikTok-ზე ისო აქტიურობას, იმიტომ რომ მომენატრა. გუში რაღაც დებილი ვიდეო დავდე და მაგრა გამისწორდა, რომ არ მოგატყოთ. და მინდა რომ ახლა სპორტული კონტენტი დავიწყო რა რამენაირად. ფეხი ვერ მოვაბი რა, ვერასდროს ვერ მოვიცალე მაგისთვის. კიდე სადავარ. გუში რა მოხდა? გუში. რაღაცაზე მინდა ველაპარაკებ. არტისტებზე მინდა ველაპარაკებ რა. ახლა გუყურა იმებს რა. ბოლო რაიმენ დრუცი რო დაიწყეს. ბიჭებმა დაიწყეს PvP-ს საწინააღმდეგო კი არა და PvP-ს კონკურენციაში შევიდნენ ახალი იმითი და თვითონ იგივე PvP-ს გაზრდილი კომანდა არის, რო არ მოგატყუოთ, იგივე კომანდა თითქოს. მაგრამ ნუ ვიღაცები არიან, ვინც ახალი სახეები არიან და სახეებად არ გამოდიან რა იდეაში. ხო და მაგარი ცუდი ბეთლები იყო, ორი ცალი ვნახე და ორივე ცუდი ბეთლე იყო. არასწორებს. თუ ეგეთ კონკურენტ უნარიან იმას აკეთებ, ხო, აი აკაპელას ნებისმიერი ბეთლი მიჩვენია და იმისი სუსტებს განსაცდელი გელით რო იყო, მაგ ტიპის ყურებაც კი მერჩივნა. ხა მაგალითად მე რაც ვნახე რა. ამატერასუ და აკო თუ მე მგონი აკო თუ ატო თუ არ ვიცი. ეგ არ გაასწორა რა, არ წაიყო რა, რო უსმენდი, ვერაფერი ვერ დავიჭირე, ისეთი რაც გამისწორდებოდა. მაგარი კაი რითმები ქონდა იმ დაბალი ბიჭი, რომელიც იყო ამატერასუ არა და მეორე. და ამატერასუს მეხსიერების პრობლემები ქონდა და ავიწყდებოდა ტექსტი მუდმივად რა და არ გამისწორდა. და მე ზოგადად როგორი ადამიანი ვარ, რომ იცოდეთ ხო, ვიღაცა არტისტებს თუ უსმენ, ან ფეხბურთელებს ვინც მიყვარს. თუ პიროვნულად არ მევასებიან, ანუ რეალურ ცხოვრებაში კარგ ადამიანებად ვერ ვთვლი, ეგეთ ხალხს ვერ უბალეშიკობ რა, ვერანაირად. ხო და ეგეთ შეგრძნება გამიჩნდა, რომ ის ამატერასუ ვერ იყო მთლად კაი ტიპი რა, მე ეგრე გამიჩნდა რა, ეგრე დამჭა რა ვიცი. ისი ბრალი არ ვიცი. ისეთ რაღაცები, კაი ლაინები ქონდა 1-2, მაგრამ ისეთ რაღაცებზე ქონდა თემებზე, რომ მეთქე არ ჩანს ეს ჩემთვის საბალეშიკო ვერ იქნება თქო რა, ეგ გავიფიქრე მარტო. და ამატერასუ კაი სახელია. ამატერასუ არის იაპონიაში მზიზმესტი და ჩემი საყვარელი მითოლოგია თუ არის ეგაკამდე. ახლა ენა მინდა რომ გადავაგდო ძალებით. ხო და ზოგადად აი ელტონ ჯონსაც ხო აქვს რაღაცა აი ძალიან კარგი ხმას მენა და ისე, მაგრამ პიროვნულად რო არ მევასება ტიპებსო რა. აი ჯეიზი არის ეგეთი რა, ძალიან მაგარი რეპერი არის, მაგრამ მე ვერ ვუყურებ და ვერ ვუსმენ იმის გამო, რომ პიროვნულად მიმაჩნია მაგარი ნაბოზარი ადამიანია. იგივე ბიონსე. მაგრამ მევასება ადელი. იმიტომ მგონია რომ რაღაც საყვარელი ბუნჩულა კალია. ხო და ეგეთ რაღაცებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მე და შეიძლება არ ვარ მე მართალი, მაგრამ როცა მან ხელოვანი რაღაცას მაწვდის, ეს ხელოვანის ნაზრევია როგორც მინიმუმ და მისი შინაგანი სამყარო გადმოცემა უნდა იყოს
ყველა ტრეკი თუ ნახატი თუ წიგნი თუ რაც იქნება რა. ვიღაც ადამიანები ტიპაშურად თვითონ თუ არ მევასებიან იმის სულიერ სამყაროს თუ არ მევასება შორიდან. რაც მინდა იმის სულიერ სამყაროს გადმოცემული ისა რა ტექსტად და მუსიკად გადმოცემული. ეს ყოველი ძალი. ერგდი. ამანათებს რაც შეეხება კიდე ამანათები არასწორებს. ეგრე ყველაფერს გამბაჟება რო გიწევს, მაგრამ არასწორებს. იმენა უსატკავებ ხოლმე რომ $1 ცოტა ჩამოიწეს რომ ჩავეტიო 300 ლარს. დებილობაა რა. თავისუფლად ხომ უნდა შემეძლოს გამოწერა. ან ვაფშე რაღაცა ნივთს რო ყიდულობ, რომელიც პირადი მოხმარებისთვის მინდა იმის გამბაჟება არ უნდა მიძებდეს. მანქანაზე არ არის საუბარი. მანქანის კიდე მესმის. დიდი ფული იკარგება და მაგით. ყველაფერზე ეგრე ლეობა. ამათების შემოტანას რაც შეეხება საქართველოში სულ ორი კომპანია ვისაც ნორმალურად აქვს შემოტანილი. ერთი ბოქსეტია და მეორე USA to Georgia. просто მესუ USA to Georgia-ს. და G-Line გამოჩნდა, ეხლა ძალიან კაი კომპანია იყო სხვათა შორის. სწრაფად ჩამოიტანეს და ყველაფერი კარგად ქცეს რა. X3 კომპანია ვისთანაც გამოვიწერდი რაღაცას რა ეს G-Line საბერძნეთიდანაა თან და ზარას ფეხსაცმელები რომ გამოწერილი ორივე მანდიდან გამოვიწერეთ და ძალიან იაფი არის ზარა საბერძნეთში 13 ევროდ ვიღე და ფეხსაცმელები ორივე რა 14 მაგრამ ასწორებს კიდე USA to Georgia ყველაზე კაი არის გამოცდილების ხარჯზე რა ალბათ ცოტა ძვირია, მაგრამ მირჩევნია რომ ეგ ძვირი გადავითვალო და ყველაფერი ვიცოდე რომ კარგად იქნება, ვიდრე რაღაცა დამეკარგოს ამანათი ან ამერიკაში. და ბოქსეტს ძალიან სწრაფად ჩამოვა. ბოქსეტს ეგ პლუსია, რომ აი ყველაზე სწრაფი არის მე მგონი მარტო. თავის დროს ბოქსეტის რეკლამას ვაკეთებდით მე და ქორო. და მაშინ რომ ვიბაზრეთ ეგეთი ის იყო რომ 7 დღეს ჩამოაქვთ რა ეგ უნდა გამეჟღერები და მე მეგონა რომ ყუილი იყო და მე რომ გამოვიწერე მართლა 7 დღეს ჩამოვიდა მაგრამ მე ასე ეგეთი გაოცებები რომ შეწყდა რაღაცა მაგარი სისწრაფე არის 7 დღე ასე დაღალილი გუში ბევრი დავლიეთ. მე რო წამოვედი იქიდან ტაქსის ცოტა პრობლემები შევუქმნით. მე მაშინ რომ მივედით იქაც ცოტა პრობლემები შევუქმნით და მე სახლში შევუქმნით კიდევ პრობლემები. ხონ ელმენისგან. ელმენი საქართველოში ერთ-ერთი უკეთესი მსახურებულმა ელმენი მომიხარშა და რამის თუდად გავხდით. რანაირ ქვეყანა რაღაცა მერიდება მაინც ეს გადაღება მაგრამ კაია რა აი real life stream-ებს რო დავიწყებ იმისთვის კაი შემზადება არის ეს ყველაფერი იქიდან დავამოყანო როგორ უნდა მომერიდეს რა გამოცდილებას მივიღე ჯერ თაზე ხარ აი რამდენი ხანია ასე კონტენტ კრეატორობის ამბებში ვარ ყველგან ვიდეოს ვიღებ ვაფშე და ყველაფერზე და მაინც მერიდება ზოგ ვითარებაში და მეკროს მაგრამ აუჩა არხ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ და კარგად ვიყოთ სანამ ვიყოთ ალბათ